მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანცვლებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს სამეთო ყურეო საბჭო. ლევან გახელვაძე აცხადებს, რომ მედია ჯგუფის მიერ შედგენილი კანონპროექტის მიხედვით მომავალში საბჭოს წევრები პოლიტიკური ნიშნით დაინიშნებიან. გახელვაძე აბსურდულს უწოდებს იმ ბრალდებს, რომელიც საბჭოს წინააღმდეგ გავრცელდა და აცხადებს, რომ მაუწყებელი საერთაშორისო ორგანიზაციების და სადამკვირვებლო მისიების მიერ ყველაზე დაბალანსებულ ტელევიზიად არის შეფასებული. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ არხის რეიტინგი დაბალია. გახელვაძე არხის დავალიერებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაუწყებელმა ვალის საჭიროებიდან გამომდინარე აიღო. ლევან გახელვაძე ასევე აცხადებს, რომ ბორდის წევრები არ არიან ინფორმირებულები და შესაბამისად ვერ ღებულობენ მონაწილეობას კანონპროექტის განხილვაში. მისივე თქმით, დაჩქარებული წესით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები დაუშვებელია. ეუთოს დაწყნა დადებითი იყო, ეს არის კანონპროექტის ავტორების მოსაზრება. თუმცა ქალბატონ დუნია მიატოვის, რომელსაც მე ვისმენთ და პატივსცემ, არ მოყავს ევროპის არც ერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც პირდაპირ პოლიტიკური წესით შეიძლება დაინიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვამახვილებ თქვენს ყურადღებას ამ დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ არჩევის წესია, მაგრამ თქვენ უნდა უზრუნველყოთ გარდამავალ პერიოდში საბჭოს უწყვეტობა. აქ ამაზეა ძირითადად ლაპარაკი, რომ ერთი ხელის მოსმით არ იყოს დათხოვნილი საბჭოს ყველა წევრი და არ გამოცხადდეს ახალი დანიშვნები ამ სიტუაციაში.